პრაქტიკულად იმაზე, რომ აი იჭერ ერთს და შინდება დანარჩენი, შინდება ბევრი. ერთი ხმაურიანი საქმე არის საკმარისი ათასობით ადამიანის დასაშინებლად, გასანეიტრალებლად, ასე ვთქვათ, სახლში დასარჩენად, გასაჩუმებლად. Როდემდე შეიძლება ამან? ამას ლოგიკა აქვს ძალიან დიდი და მე ზოგადად არ მიყვარს, როცა ჩვენ შევდივართ ტოქსიკური პოზიტიურობის ფაზაში და ჩარჩოში. არ მიყვარს ეს რა, იმიტომ რომ მირჩევნია ვიყო რეალისტი და რეალიზმი კარნახობს იმას, რომ გულწრფელი ვიყო და ვთქვა სიმართლე, რომ რა თქვეს ისეთი და რა ვერ გაგვიკეთეს, მოდით ესე ვთქვა. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ვახოს ანაიას დაჭერა უნდა გახდეს მაგალითი ძალიან ბევრი ჟურნალისტისთვის, მათ შორის პროპაგანდისტებისთვის, რომ მათ არ გაბედონ, ხმა აიმაღლონ იმ უსინდისობაზე, რა შეკვეთებსაც ასრულებენ. მოდით ესე ვთქვათ, რომ ვახოს აი კონკრეტული ეს ქმედება შეიძლება ბევრისთვის იყოს საცოწარკვეთის ნიშანი. ან თქვათ ეს ქმედება შეფასდეს როგორც საცოწარკვეთა, როცა ილანძღები. ვახოს გული, როცა ილანძღები, აგინებ, იმიტომ რომ შენი პროფესიული ეს იყო იუმორი, ხო? რასაც ჩვენ ხედავდით ამ სტატუსს. კი, მაგას გულის, ნახეთ მე რა მინდა ვთქვა. მაგალითად, თავის დროზე არის ძალიან საინტერესო ის, ხო? პოეტი პაატა შამუგიას ლექსი, მოდით ესე ვთქვათ, რომელიც მამუკა მდინარაძეს მიუძღვა. ხალხი ვერ შეთანხმდა მამუკა ბატონო, ზოგი გწერთ, ბატიც კი არ უნდა განდონო. სხვები კი ამბობენ, კი, უნდა განდონო. უთუოდ განდონო, დიახას განდონო. ეს პაატა შამუგიამ დაწერა, დღეს აი ეს თუ დაეწერა, შეიძლება ვთქვათ, შეურაცხყოფის ბრალდები დაეკავებინა შამუგია, ხო? მე ხამიდა რომ პაატას რამე თქვათ შარი მოვიდა, მაგრამ უკანა რიცხვით უნდა დააკავონ ადამიანს ქართული ბევრ წევრს მოუწევს მაშინ ციხეში ჩაჯდობა, იმიტომ რომ მინიმუმ ბექა ოდიშარიასგან რა სიტყვებით მოგვისმენია საპარლამენტო დარბაზში, ან პრეზიდენტად წოდებული კაცისგან რაც მოგვისმენია, რა ვიცი, აქ სხვა რაღაცაზე უნდა გავამახვილო ყურადღება რა. ზოგადად როცა ფაშიზმს ადარებენ ამ რეჟიმს, ამაში თავისი ლოგიკა არის, იმიტომ რომ ფაშიზმის და საბჭოთა კავშირის და მემკვიდრეობის ჰიბრიდია რეალურად ის რეჟიმი, რასაც ხედავთ. თავისი კანონმდებლობებით, იმიტომ რომ თავი დროზე ფაშიზმის დროს 30-იანი წლების შუა პერიოდში მიიღეს კანონი საჯარო მოხელეებზე თავდასხმის აღსაკვეთად და იუმორი მათ შორის შედიოდა იქ, რომ იუმორი, ანეკდოტი, ხუმრობა ყოფილიყო ამ შემთხვევაში კრიმინალიზირებული. რატო? იმიტომ რომ ავტორიტარულ და დიქტატორულ რეჟიმს არაფრის არ ეშინია ისე, როგორც არასერიოზული დამოკიდებულების მისადმი, იმიტომ რომ მის დგას, სულ მაგას ვამბობ, ხო, დგას აი ამ წარმოსახვით ძლიერებაზე და რომელშიც დაუშვებელია, რომ მასზე იხუმრო, იღადაო, ონისეც ამის ხერპლია ზუსტად, ხო? როდესაც შენ რეჟიმზე ხუმრობ, ესე იგი რეჟიმი მყარად ვერ დგას თავის პოზიციაზე, ის მისი ხელი მყარად არ ჯერ კიდევ. ამიტომ იუმორი უბრალოდ შეხედეთ მაგალითად აი რეიგანის ის რო აიღოთ, ხო? ყველაზე ცნობილი მისი საჯარო გამოსვლები იყო ანეკდოტები. არასოდეს ის საბჭოთა კავშირს არ ეჭიდავებოდა და არ ვძდებდა ბრალს, ან არადანაშაულებდა, ან არაშავებდა პოლიტიკური გზავნილებით. ყველაზე ძლიერი იარაღი იყო ანეკდოტი. პოლიტიკური ანეკდოტი, პოლიტიკური ხუმრობა, რომელიც მასების ცნობიერებაში მკვიდრდებოდა და word of mouth, ანუ პირიდან პირში ადამიანიდან ადამიანზე გადადიოდა. ამიტომ ეშინიათ ამ ჟურნალისტიკის, ეშინიათ იუმორისტების, იმიტომ რომ ეს არის სიტყვის ძალა, სიტყვა როგორც იარაღი, ხო? სიტყვა ყველაზე ძლიერი იარაღია ამ შემთხვევაში, მას შეუძლია მოკლას. რეალურად ასეა, დისკრედიტაცია ხდება სიტყვის მეშვეობით. ადამიანის იმიჯის ფორმირება ხდება სიტყვის მეშვეობით. ამიტომაც ეშინიათ ამას სიტყვის ზალით. რატო იყო ჩამოსული მაგალითად ჩინეთის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ონლაინ სივრცეში მედიის თავისუფლებისა და სიტყვის გამოხატვის შეზღუდვაზე. ჩვენ ვიცით, არაფერი არ ვიცით ამის შესახებ. რაც ის შეთანხმებაზე მიაღწიეს, რა სოფტები, რა პროგრამები დანერგეს, როგორ ხდება მონიტორინგი, როგორ ხდება ადევნება, როგორ ხდება დაბლოკვა, რეპორტირება, არაფერზე არ არის ინფორმაცია დღესდღეობით. აი ამ გამჭვირვალობის ლოზუნგით მოსული, ყველაზე არაგამჭვირვალე კანონები აქვს მიღებული. მაგიტო ვთქვი წეგან ინგოგოზე, თუ აი მომღიმარე სახი არ გამომდის თავიდან, რომ რითია ბედნიერი, რომ თუნდაც ის თუ ატყუებენ და ეუბნებიან, რომ გამჭვირვალობა და გამჭვირვალობის ერთ მაგალითს ვერ მომიყვანთ, იმიტომ რომ ყველაფერი ის, რაც უნდა ყოფილიყო გამჭვირვალე, ოფშორის კანონი გამჭვირვალობა არის, როდესაც მიიღეს ოფშორის კანონი 2024 წელს და აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ოფშორულ ზონაში იყო, მატერიალური და ფინანსური, შემოიტანეს დაუბეგრავად საქართველოში, ეს არის გამჭვირვალობა. სასამართლოს ხდომები დახურეს.
გადაღება, იკრძალება არა მხოლოდ სასამართლოს ხტომებზე, არამედ დერეფანში და ეზოში. გამჭვირვალობას ემსახურება ეს? მე არ მეთქვით, აი, როგორ შეიძლება მე მომღიმარი სახით თქვა, რომ ბედნიერი ხარ, იმით რომ უბრალოდ გატყუებენ. აი ეს არის სიგიჟე, ნახეთ, მე აღარ შემიძლია ამაზე მშვიდად საუბარი, იმიტომ რომ ამ ადამიანებთან თანაცხოვრება გვიწევდა. ეს ადამიანები არჩევნებზე მიდიან და ხმას აძლევენ მე იმ კანონებს, რომლებიც არის უკიდურესად ხისტი, რეპრესიული და პირველ რიგში მათ ბედნიერებას ხელყოფს, იმიტომ რომ შეუძლებელია ამ კანონების ფარგლებში იყო ბედნიერი, იმიტომ რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე სასამართლოს ხომები დახურეს. როგორ შეიძლება იყო ბედნიერი? მე არ მესმის. როცა არ იცი რა ხდება. კი, ირაკლისთან ერთად მინდა დავამთავრო გადაცემის ეს ნაწილი. სანამ გავგიჟდით და არა, პირიქით ემოციურობა არის ახლა ყველაზე ადეკვატური.